კაცების დივიზიონი. მოყვარულები. ზაფხული საკვალიფიკაციო სეზონის მეორე ვარჯიში. რაც შეიძლება მეტი რაუნდის გამეორება 10 წუთში. ვარჯიში შედგება 5 დედლიფტისგან, 10 ბოქს-ჯამპისგან, 10 ჰენდრილის ფუშაპისგან, პლუს 5 ჰენდრილის ფუშაპი ყოველ რაუნდზე. ათლეტი იწყებს ვარჯიშს ზურგით ღერცთან, ვერტიკალურ მდგომარეობაში. წამზავრის ჩართვისთანავე ათლეტი ბრუნდება და იწყებს დედლიფტების შესრულებას. პირველ რიგში ასრულებს 5 დედლიფტს განსაზღვრული წონით. რეპის დასაწყისი ღერძი იატაკზე. ხელები ღერძზე მუხლებს გარეთ. რეპის დასრულება ვერტიკალური მდგომარეობა, მუხლები მენჯი და იდაყვები ბოლომდე გაშლილი, მხრები ღერძის უკან. ამის შემდეგ ათლეტი გადადის ყუთზე და ასრულებს მოცემული რაოდენობის ყუთზე აღტომას. რეპის დასაწყისი ორივე ფეხით იატაკზე დგომა, რეპის დასასრული ორივე ფეხით ყუთზე, მენჯი და მუხლები ბოლომდე გამართული. ამის შემდეგ ათლეტი გადადის ჰენდრილის ფუშაპზე და ასრულებს მოცემული რაოდენობის გამეორებას. რეპის დასაწყისი პლანკის პოზიცია, რეპის დასასრული პლანკის პოზიცია. ათლეტი იწყებს პლანკის პოზიციაში, ხელებზე და ფეხის თითებზე დაყრდნობით, იდაყვები გაშლილი, სხეული სწორ ხაზზე. როცა ათლეტი წევს იატაკზე, ორივე ხელი მთლიანად უნდა აიწიოს ჰაერში. რეპის დასრულებისას ათლეტი ხელებს დებს იატაკზე და ისევ უბრუნდება პლანკის პოზიციას. იდაყვები გაშლილი, სხეული უნდა მოძრაობდეს ერთიანად. არ დაგვაუწყდეს, ყოველ რაუნდზე ჰენდრილის ფუშაპს ემატება 5 გამეორება. დედლიფტი. განმეორება არ ჩაითვლება თუ ათლეტი არ დაიწყებს ვარჯიშის სტანდარტით მოცემულ საწყის პოზიციაში. ათლეტი არ დაასრულებს ვარჯიშის სტანდარტით მოცემულ საბოლოო პოზიციაში. ათლეტი არ გამართავს მენჯსა და იდაყვებს ბოლომდე. მხრები არ იქნება ღერძის უკან. ბოქს-ჯამპი. განმეორება არ ჩაითვლება თუ ათლეტი არ დებს ორივე ფეხის ტერებს მთლიანად ყუთზე, ათლეტი მენჯსა და მუხლებს არ შლის ყუთზე აღტომის შემდეგ, ათლეტი არ ხტება ორივე ფეხით ერთდროულად, ათლეტი ყუთზე ადის ნაბიჯით, ათლეტი აღტომის ან ყუთიდან ჩამოსვლის დროს ხელებით ეხება სხეულს. ჰენდრილის ფუშაპი. გამეორება არ ჩაითვლება თუ ათლეტი ჯერ თეძოებს ან მუცელს აწევს და შემდეგ მხრებსა და მუხლებს, დაწოლის დროს არ აწევს ხელებს ჰაერში, რეპის დასრულებისას ბოლომდე არ გაიმართება იდაყვებში.